გამარჯობა და დღეს გავაგრძელებთ PHP-ს და MySQL-ის შესწავლის უკვე მეორე ვიდეოს და აქ ჩვენ დიზაინზე შევჭერთ. ნუ ჯერჯერობით ყველაფერი HTML-ში ვწერთ და მე გადავალთ უკვე PHP-ზე, მაგრამ თავარი ჯერჯერობით ასე ვთქვათ დაგვჭირდება HTML. ნუ ორივე ენა უნდა ვიცოდეთ, ნუ თუ PHP-ს ვსწავლობთ, აუცილებელია HTML. HTML-ის გაკვეთილები კი რა თქმა უნდა ჩვენ საიტზე უკვე არის. კარგი. პირველ რიგში ახლა საიტის აწყობას უკვე მე თითქმის რაღაც შევქმენი, მოდი გავუშვათ სერვერი და ნახოთ თუ რა გავაკეთე. სერვერი დაქოქილია, ეხა ნახოთ. ხო, ჩვენ აქ ფოლდერი გვაქვს საიტი, ხო, და ამიტომ უნდა მივუწოდოთ. აი, აქ გვაქვს ჩვენი ვებგვერდი, რომელიც ჯერჯერობით გამოიყურება association-ის ძალიან ორიგინალური დიზაინის მქონეა, ჯერჯერობით ეს ყველაზე საიტი. რა თქმა უნდა, ამაზე არ გავჭირდებით და პირველ რიგში დავჭირდება ვებგვერდის ასაწყობად. მოდი ახლა მე მაგალითისთვის ჩემ ვებგვერდს გავხსნი და განიხილო თუ როგორ ვაწყობთ. ეხლა პირველი რაც აუცილებელია ვებგვერდი უნდა იყოს სწრაფი ჩატვირთვის. ანუ არ არის საერთოდ ძალიან დიდი დიზაინი დავახარჯოთ იმ შემთხვევაში თუ მის არჭირდება უბრალოდ. იმიტომ რომ ელემენტარული ჩვენი საიტზე არის მარტივი კონსტრუქცია. ამაგეროს ჩატვირთვა ხდება რამოდენიმე წამში რესტარტის შემდეგ, როგორც ხედავთ, ვებგვერდი იწვება ძალიან სწრაფად. მიუხედავად ინტერნეტის სწრაფისა. იმიტომ რომ ფაქტიკულად არაფერი არ არის ისეთი, რაც მას დატვირთვას მისცემს. ეს აუცილებელი პირველი მოთხოვნა, რომელიც ასე ვთქვათ, გასათვალისწინებელია, რომ აუცილებელია საიტის მოცულობის შემცირება. ამიტომ, რადგან მე პირველად ვაკეთებ ვებგვერდს, ამ ჩემს ვებგვერდზე არ იქნება არანაირი ძრავი, ანუ ამავე ეს ვებგვერდი ჩაირთვება ნებისმიერი ძრავის გარეშე, ანუ იგივე WordPress-ი, DLE და ასე შემდეგ. ნუ ალბათ ასე ვფიქრობთ, არის ძრავები, რომლებიც ამ შემთხვევაში მართავენ ვებგვერდს. ნუ ჩემს საიტზე აყენია, ეს არის DLE, ესეთი ძრავი. არის და ნუ ამის მიხედვით ირთვება ვებგვერდი, მაგრამ ჩვენ როგორც ვსწავლობთ, მას არანაირი არ დაჭირდება, იქნება თავისი დამოუკიდებელი admin პანელი და ასე შემდეგ. ნუ ძრავი მაძლევს საშუალებას უფრო კომფორტულად მართოთ ჩემი ვებგვერდი, ამიტომაც ვიყენებ მას. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ მის გარეშეც იურად ჩატვირთოთ სისტემა. ასევე ჩვენ განვიხილავთ ასევე ძრავთან ერთად როგორ შეიძლება ძრავთან ერთად დიზაინის ასე ვთქვათ შექმნა. კარგი, გადავალთ ჩვენ საიტზე და პირველი რაც ჩემი ვებგვერდს აქვს, ეს არის header-ი, ანუ ზედა თავი. აი ეს განყოფილება, რომელიც ამ შემთხვევაში რეკლამადის და ლოგო ვებგვერდის და ასევე დამატებითი რაღაცეები. შემდეგ არის ძირითადი კონტექსტი, ანუ რაშიც ხდება აი ეს შუა ნაწილი, აქ არის ინფორმაცია და ასევე არის მარჯვენა და მარცხენა კუთხეები, ვთქვათ მარცხენა და მარჯვენა კუთხეები. ანუ რაშიც არის სხვადასხვა ტიპის დამატებითი ასე ვთქვათ ინფორმაცია, რაც მე მინდა რომ ვებგვერდზე განვათავსო. ასევე მაქვს ქვედა ფუთერი, ამას ეწოდება, რომელიც არის ქვედა განყოფილება, იმის გამომდინარე ვებგვერდის სახელი წერია და ნუ რაღაცეები კიდევ ასე ისე სურვილით ასევე ჩვენი გვექნება. ამ შემთხვევაში ეხლა მე გავაკეთებ ცალ მხრივ, ანუ ძირითადად ბლოგები არის ცალი გვერდი, რომელსაც ჩვენ მარჯვენა მარცხენა მაქვს, მე ადგილის გამო გავაკეთე ეს ორივე, მაგრამ შემიძლია გავაკეთო ერთიანი, ნუ გაჩვენა როგორ დიზაინს ვაწყობ. ჩვენ შევდახვდით ვაკეთებ კომპიუტერულ დიზაინს, მას შეიძლება იყოს ეს კომპიუტერული მაღაზია, ან რაღაც შემოთავაზ, მაგალითად კომპიუტერის ისტორიაზე იყოს რამოდენიმე სიტყვა, არ არის აუცილებელი რომ ის იყოს ორხთიანი, ამიტომაც გავაკეთებ საფრთხიანს. კი ბატონო, ეს გადავწყვიტე. იმისათვის რომ მე გავაკეთო საფრთხიანი დიზაინი, დამჭირდება header-ი, რომელიც იქნება ჩემს ვებგვერდის თავში. ამიტომ მე წინასწარობით უნდა გავაკეთე ეს Photoshop-ის საშუალებით, ან შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ. შევქმნით ესეთი ძალიან მარტივი, ნუ Photoshop-ის საშუალებით ეს ძალიან მარტივია და ამის გაკვეთილები ვებგვერდზე დევს. შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი განყოფილება Adobe და Adobe Photoshop-ი. აქ არის Photoshop-ის განყოფილება, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაცია მის შესახებ, როგორ დავამუშავოთ, როგორ გავაკეთოთ ანიმაციები და ასე შემდეგ. ასევე როგორ გავაკეთოთ ჩასმა ობიექტის გადაადგილება. აი ეს განყოფილება, ეს მეორე ხერხია, ასევე მე სამი ხერხი მაქვს ვარსკვლავები განხილული
აი ეს მესამე ხერხის გააჩნია ობიექტს. მოკლედ ამახაც იგივე გაკეთდა, ანუ აირჩიე ჩვეულებრივი ფონი, აქ ლურჯი იყო, ნუ აქ აფერმხტალება გაკეთდა, ეს მაქვს განხილული და შემდეგ დაწერა ადვილია. ჩაისვა ეს სათამაშო მისი PNG ფორმატი და მე უკვე დარჩა ლოგოს ადგილი. აი ეს ლოგოს ადგილი დავიტოვე იმისათვის, რომ მე ლოგო დავსვა. ლოგოც ჩემ ლოგოს გამოვიყენებ, იმიტომ რომ ძალიან არ ვაპირებ ვებგვერდისთვის ასულად სარგეო ლოგო შექმნის. მით უმეტეს ეს ასწელი ვარიანტია. როგორც ის ლოგოები იქმნება PNG ფორმატით, ანუ ეს არის PNG ფორმატით, რომ მას არ კონდეს სიტარიელე იყოს, ანუ როდესაც PNG ფორმატი გაიხსნება, აი ეს თეთრი რაც თქვენ თეთრად ხედავთ, ის თეთრი არ გამოჩნდება. ანუ ის იქნება ზევიდან გადაეწებება ისე, რომ იყოს ძალიან კომფორტულად, ამას უნდა დავინახავთ. კარგი. ეს არის ფუტერი, ანუ ქვევით მდებარე ლინკი. ფუტერი აღებულია ეს რომ მეიღას ვებგვერდის ლოგო ავიღე, არის ისია. და დავაწერე თუ რა შეიძლება მოხდეს, ვინ არის ვებგვერდის ავტორი და ასე შემდეგ. ანუ ამ განყოფილებაზე მაქვს საუბარი. ესეც რა თქმა უნდა აუცილებელია. უკვე ვიცი. ლოგო აქ არის, დაგჭირდება ბექგრაუნდი, ბექგრაუნდის ფერი ჩვენს ვებგვერდზე არის ნაცრისფერი, რომელიც ზემოთ გადადის თეთრში. ასეთი ტიპის ბექგრაუნდი გვაქვს. უკანა მხარეს თეთრი ფონი მომობეზრებელი, ამიტომ ნაცრისფერი და ის ავირჩიე. აქ ბექგრაუნდის ნახვა შესაძლებელია, ასევე მე რა ბექგრაუნდის გავაკეთე, ახლა არის რომელი პროგრამა გამოსვლის ხო. ესეთი ბექგრაუნდი ექნება ჩემს ახალ ვებგვერდს, ეს ძალიან პატარა ფორმატის არის ბექგრაუნდი არ უნდა იყოს დიდი, ხო? ამიტომ რომ ეს არის 3 კილობაიტი როგორც ხედავთ და სატვირთვისაც ის მოქმედებს, სამის მრავლდება. აქ არის ახლა 1 კილობაიტიანი ბექგრაუნდი ძალიან ბევრზე გავრცელებული და ის რო იყოს დავუშვათ 2 მეგაბაიტიანი, შესაბამისად საიტის ჩატვირთვა შემცირდება ძალიან გაიზრდება უბრალოდ დრო საკმაოდ დიდზე. და ეს თქმა უნდა შედეგს არ მოგცემს. კი ბატონო, მაქვს ლოგო და ლოგო გვერდი და ტექსტი, რომელიც ტექსტს თავარ გვერდზე დავწერ, დავდებ, ნუ სიახლეები ამ ტიპის საიტს ეს არ დაემატება, რა თქმა უნდა, მას სხვა განყოფილება დაჭირდება და სხვანაირი გათვლა, ნუ ეს ყველაფერი განვიხილავთ. ამიტომ პირველი სიახლისთვის რაღაც ტექსტი მოვიძიე, რომელსაც მე დავაწერე. ახლა პირველ რიგში გავაკეთოთ, მოდი შევაერთოთ header-ი და logo. აქ მაქვს ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც ასევე განხილულია საიტზე, Paint.net-ი. ნუ კარგი ფუნქციას ასრულებს, იგივე Photoshop-ია, თითქმის რა, ძალიან ბევრ სასურველ ფუნქციას ასრულებს, ამიტომ მას ვიყენებ ხშირ შემთხვევაში. გავხსნი ახალ layers, შემდეგ დავამატებ ჩემს ლოგოს. აი ლოგოს როგორც ხედავთ, უკანა თეთრი ფონი არ გამოუჩნდება და არის PNG გაფართოებაში უნდა იყოს PNG ეგრე აკეთებს. კოპირება ესე ჩვენი ახალი ლაიერი გახსნილი გვაქვს. თუ ლაიერს არ გახსნით, ის არ თქმა უნდა იმას იზრავს. და ესე ჩავსვათ. ნუ შეგიძლია ცოტა დავაპატარავოთ ან მასშტაბი გავაკეთოთ. იყოს ესეთი. გამოვიდა შემდეგი ტიპის, ნუ ესე შეიძლება მეგოს თუნდაც ეგრე. ან ეგრე. ასე ვიდრე მნიშვნელობა არ აქვს, მოკლედ დიზაინზე აქტიურად არ დავკონკრეტდები, იმიტომ რომ მე დიზაინს არ ვიხილავ, მე ვიხილავ ის ვებგვერდის საწყობას. ესე იგი, დავირჩიოთ ტიპიჯი, იმიტომ რომ პატარა ფორმატია. ჩვენი განყოფილება აქ არის. ტიპიჯი პატარა არის და უფრო ის არის, რა ქვია. ზომაში მცირე. ესეც header. აღარ მინდა header-ი გავხსნათ. ნუ ზომაში არის 26 კილობაიტი ამ ყველა სურათი და 20 კილობაიტია ეს პატარა. ანუ ტიპიჯი PNG საერთოდ უფრო მაღალი ფორმატია, უფრო ძლიერია, თქვათ უყვედეს ხარისხი აქვს და ზომაში დიდია ეს ტიპიჯი კაია. რაც უფრო პატარა იქნება ფორმატი, მით უფრო სწრაფად მოხდება მისი ჩატვირთვა. აი აქ დაჟდა ისე რომ თეთრი ზურაბი არ დაიტოვა, PNG ეგრე აკეთებს. და დიზაინი შეიქმნა. კი ბატონო, თავი მაქვს, რიგში ყველაფერი არის. ეხლა ვიწყებ უშუალოდ კოდის წერას. ეს გაგვეთქვი, მე მგონი საკმაოდ გაგრძელდება, ამიტომ ეს ორი ნაწილად დადება. მომიწევს, კარგი ბატონო, ესენი ყველაფერი არის. ეხლა უკვე ჩვენს ვებგვერდზე უნდა მოვათავსოთ ჩვენი ვებგვერდი. გავხსნათ რეამიერი და დავიწყოთ.
ამ მშობელს გავაგზავნებთ, ნუ ერთ-ერთი ასე ვთქვათ და ასევე გავითვალისწინებთ ერთი რამ აქ მე დიზაინის არჩევისას, როგორც ვთქვათ, ახლა მის ანუ თავზე ჰედერი და ფუტერი ორივე არის 700 პიქსელი. 700 და 60 სიგანე 700-ია, სიმაღლე არის 60 და იგივე ესეც, იმიტომ რომ მე მივუთითე, ალბათ გახსოვთ, წინა ვიდეოს რო გადავხედოთ 700 პიქსელია. სწორედ აი ამის ზომა. აქედან აქამდე 700-ია. ნუ რა თქმა უნდა, ვებგვერდი არეული არ იყოს, ეს უნდა მოხდეს. თუ თქვენ ვებგვერდი დიზაინის სხვა ტიპის რაღაცა გინდათ, რომ ასე ვთქვათ, აი გააკეთოთ, ნუ შეიძლება ინტერნეტში არის და ამ მასე რო არის იმუშაოთ, ასე ვთქვათ, დიზაინზე რო არის ფიქრო, შეიძლება ასე რაღაცას PSD. ესეთი მაგალითად საქართველოში geotles.com-ია, კარგი ვებგვერდი, ახლა ძალიან ბევრი საინტერესო დიზაინი აქვს ამ საიტზე და შეიძლება ამකიდანაც გადმოვიწევოთ რაღაცები, მაგრამ თუ დიზაინის მოფიქრება მიწევს, შემიძლია PSD ჩაუწეროთ და მე მგონი არ უნდა იყოს რაღაც. ხო, აი, მაგალითად ეს არის დიზაინი. ნუ აქ უკვე თავით არჩეულია და ასე ვთქვათ, გაგიაჩნდება ისი გაკეთება. და იგივე ანალოგურად ხო ეს უკვე სრული ტიპის საიტია. მარტივით არჩევა შეიძლება და აი მაგალითად ამ ვებგვერდისაწყობა ძალიან მარტივად შეიძლება. ნუ აქ ფაილს რო გადმოწერთ, ეს უნდა მოყვეს ეს თავი ვერდები, ყველა ვიდეო, ყველა სურათი ასე თქვენ. უბრალოდ ხედავთ და მე უკვე ჰედერის და ფუტერის დამზადება აღარ დაგჭირდება, ასე ვთქვათ. ამების დამზადება აღარ დაგჭირდება ფოტოშოპის საშუალებით და უკვე დამზადებული დაგხვდება და დიზაინის აწყობაც გაცილებით მარტივი იქნება. დიზაინის აწყობაც გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე მოვიფიქროთ ყველაფერი. ნუ მოკლედ მე მგონი გასაგებია, ასე რომ იცოდოთ უკვე სწორად მის რედაქტირებას. ჩვენ დავიწყოთ ჩვენ უკვე გამზადებულ ფაილებთან, ეს არის ინდექსი და სტილი, CSS და PHP და დავამატოთ მათ ახალი ფოლდერი სურათებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვიწყებთ სურათების, ასე ვთქვათ, გაკეთებას. დავამატოთ ახალი სურათი, იმედია, რაც ნიშნავს სურათს. და უკვე ამ ფაილებში უნდა მოვათავსოთ, ასე ვთქვათ, ის სურათები, რომლების გამოყენებასაც ჩვენ ვაპირებთ. ჩვენი ვებგვერდი ჰოსტდება, შეგიძლიათ სერვერს მიუერთოთ, მაგრამ თუაში არ არის ძნელი და მოდი მეტი ინფორმაცია, ანუ უფრო მარტივად გავიგოთ. იმ ფოლდერში შევალ, სადაც ეს ყველაფერი ხდება, ლოგო აღარ მჭირდება, ჰედერი, ფუტერი და ბექგრაუნდი. ეს სამიდან მჭირდება, ლოგო აღარ მჭირდება, შემიძლია დავშალო, იმიტომ რომ ლოგო ზევიდან დავაწყებ ისედაც, ტექსტი ეგრე იყოს. შემიძლია სხვა სერვერს დავუკავშირდე, მაგრამ მოდი და მარტივად გავაკეთოთ, არ არის სავალდებულო რაღაც ახმიათებულად და ვერავინ ვერ გაიგოს, ასე ვთქვათ. იმედია ეს არის ფოლდერი, რომლის საშუალებით სადაც ხდება სურათების გამოსახვა. შემიძლია სხვა რამე დავარქვა, მაგას შესულთული არ ვარ, მაგრამ შემდეგ მითითებაში ლინკი უნდა მივუთითო სწორად. თუ რას გულისხმობ, მას მოგვიანებით გავიგებთ. კარგი, იმედია სამი სურათი ჩავაგდე შეკი ბატონო. ახლა უკვე სურათების დაყენება გაცილებით მარტივია, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით, უბრალოდ უკვე ჩავთოთ ჩვენი ძველი მასალა, ასე ვთქვათ, მიცეთ აქ განახლება. ეს შემოწმება უკვე აღარ გვინდა და შეგვიძლია ეს დავშალოთ. იმიტომ რომ უკვე ესეთ მეტყვია. აქ რაღაც უნდა დავწეროთ, თორე ის არ გამოგვიჩნდეს. აი ეს უნდა იწეროს, რომ აქ სამგანყოფილებიანი იყოს, ანუ თავი, ბოლო და ასე. ნუ გადატანა მარტივად ხდება, ვიდრე ასე ვთქვათ, ფიქრობთ, ეს ჰედერს უბრალოდ ჩავსვამ და მარტივად ჩაისმება, იგივეა ფუტერი ძალიან მარტივად მოხდება ჩვენს ვებგვერდზე. ეხლა გადავდივართ შემდეგზე. ეს 112 მე აქ არ მჭირდება ნამდვილად და 112 მაგას მე მინდა რამე უჯერა, იმიტომ რომ უნდა გავყო. აქ უნდა ანუ აქ ერთი მხარე კიდე უნდა მქონდეს. ეს 700 პიქსელი, როგორც ვთქვათ, თავსახურით დაბოლოება, ნუ ზომაში ჩაჭდა კი ბატონო, შეგიძლია გაზარდო, შეგიძლია შემცირო, შეზღუდვა საერთოდ ეგეთ რაღაცებში არ არსებობს. და აქ მინდა ერთი უჯერა, იმიტომ რომ
აი მარცხენა მხარეც უნდა გავაკეთო რა, აქ უნდა მქონდეს კიდე მარცხენა განყოფილება და აქ რაღაც სიახლეები დაიდოს, აქ იყოს მენიუ და ასე შემდეგ. ამისათვის კიდევ ერთი უჯრა დამჭირდება, რომელიც იქნება ეს პიქსელი და მოდი ეს გადმოვწიოთ. ცოტა დავაპატარაოთ, იმიტომ რომ 700 დაგჭირდებოდა ისიც, მაგრამ მე მაინც გავაკეთე, რომ ვთქვათ, მე დაპატარება შემეძლოს და აქ დაუმიზნებ აი ამასთან ლოგოსთან რო გაწყდეს რა. ხო, ესე გავაკეთებთ. აი აქ იქნება მარჯვენა მხარე, ეს არის მისი ბლოკი, მარცხენა ბლოკი. ასევე აქ ეხა შემეძლო, მე ძალიან ბევრი რაღაცა შემეძლო, უბრალოდ არ გამიხილავ და ეს შეცდომაში არ მიიღოთ. მაგალითად შემეძლო ლოგოსთვის გამეკეთებინა ესეთი ფუნქცია, რომ მასე კლიკით გადავდიოდი ვებგვერდის თავარ პანელზე, მე ამ შემთხვევაში გავაკეთებ მას, ანუ ლოგოს რო დააჭერთ, ანუ როდესაც ეხა მე მოდიკაჩვენებ რას ვაკეთებ. ანუ ლოგოს ვაჭერ და გვერდი რესტარტდება. ამ შემთხვევაში ეხლა აქ მითითება ეგრე არ არის, მაგრამ მე შემიძლია ეს მითითო და მოგვიანებით ამას გავაკეთებ. ანუ კოდში შემიძლია ეს გავწერო, პრობლემა არ არის მაგის გაწევა. შემიძლია ზევიდან დავაწყო ლოგო და ისე გავწერო, შემიძლია პირდაპირ ამას გავუწერო. ამისთვის მას ვთქვა. მოკლედ შესაძლებლობა ბევრია, მაგრამ მარტივად მინდა განვიხილო, როგორ შეიძლება ელემენტარული გვერდის დაწყობა. კარგი, ვაგრძელებ. ეხლა ვნახოთ ეს რო გავწერეთ კოდში რა ხდება. ასე და ვიწყებთ ახალ კოდის წერას. ანუ საქმე ეხება მარცხენა მხარეს. გავხსნათ CSS-ი. აქ დამოიწყდა ფერის მისება. იყო ესა ტექნიკუმი გამოყოფს ერთ კოდს მეორედან. ეს დამჭირდება 1 პიქსელი. ანუ იმის ზაქია. აი ხაზი, მოჭრის ხაზი. და ნაცისფერი ზოლი. ნაცისფერი ფერი, ან ნაცისფერი რო იყოს ჩვენი მარცხენა მხარე გვერდისთვის. კარგი, სეივი. ამ განყოფილებას ეს არის ეს განყოფილება და ახალი კლასი დავუყენოთ left მარცხენა. ფერი შეიცვალა ხა როგორც. მიიღო ის რაც მე მინდოდა. მე ვებგვერდის რაღაც ტიპი შეიქმნა. შემონამუშევარი გადავტვირთოთ და გამოვიდა ესეთი რაღაცა. აქ ოდნავ ნაცრისფერია, ნუ განსხვავებას ახლა არ თუ არა. მაგრამ ეს ვერ ვამჩნევ, იმიტომ რომ აქ სეივი არ ამჩნევ. დავასეივოთ. კი ბატონო, ახლა შედარებით გამოსქნა. მარცხენა ზოლის შედარებით გამოიყო. მარჯვენა ზოლისგან. ისევ სტილებს დაუბრუნდები. body, ეს body არის კანი. ავხსნათ ეს ისე. image, იმიტომ რომ ვირჩევთ browse background ფერი როგორც ხედავთ შეიცვალა. ჩავამატოთ ამას კოდირებები, ეს არის გასწორება ხაზებთან, რომ ნული იყოს პიქსელებში. მგონი ეს ჩვენ განვიხილეთ და ვიცით ეს პოტინათ გოგანი არის HTML-ის როგორც ლეგოებზე. და ესეთი ტიპის რაღაც. ანუ შეიქმნა უკვე ესეთი ვებგვერდი. ეხლა დაგვჭირდება
იმაში ტექსტის ჩამატება უკვე. ავიღოთ ჩვენი ტექსტის ფოლდერი და ჩავსვათ. აქ პატარა ცვლილებები ჩაუტარე კოდირებას და მოდი ახლა ნახოთ რა გავაკეთე. ესე იგი პირველ რიგში ეს არის ჩვენი მანიტა, ხო? ანუ განვიხილოთ, ანუ აქ დავამატე შემდეგი განყოფილებები, რომელიც უზრუნველყოფდნენ აი აქ ასეთი ადგილის გამოკლებას, ანუ ნოლის ჩაუწერე ეს სისტემა ჩვენ განვიხილეთ და ეგრე ნახოთ დავამატეთ ბექგრაუნდის ფერი, თეთრი ბექგრაუნდი კი ბატონო, ასევე უჯრები აქ გვაქვს ძალიან განყოფილებას მივანიჭეთ ორი უჯრა. ანუ ეს ძალიან განყოფილება ხო ჩავს ჩვენ აქ. საჭირო იყო ორი უჯრის მინიჭება, ამიტომ მივანიჭეთ ორი უჯრა ეს შეგვიძლია. გავწიოთ აქ დავაყენოთ 225 ეს შეგვიძლია დაყენება. 225 პიქსელი და ეს შეგვიძლია საერთოდ რომ მაინც ავტომატურად ჩასვას რა. ამის აკეთო მხარეს ავტომატურად ჩასვას. მე მგონი გასაგები ეს არის მთავარი ძირითადი უჯრა. ეს უჯრა და ამ უჯრაში არის ორი განყოფილება. პირველი TD, ანუ ეს არის 225 პიქსელი, აი ეს და მეორე, რომელსაც პიქსელი არ გააჩნია, მაგრამ არაცდება 700 გამოკლებულ 225. ანუ იმიტომ რომ ამის უკეთ აღარ გადავა. მე მგონი გასაგებია. ეხლა ავიღოთ ტექსტი, რომელიც ეს მას გვინდოდა. ასე ბატონო და თორს. აი ეს ტიპის საიტი შეიქმნა, ეხლა დავასრულოთ. მოდი სათაურის გვარებს შევცვალოთ. სათაური როაზე იმის მიგებად შევიდა მოიწონო. დაიწერება კომპიუტერის საქმის ისტორია და გვაქვს ესეთი სტატია. ნუ ვებგვერდით შეიქმნა, ნუ რაღაც სტატია გვაქვს, კი ბატონო, სტატია შეიძლება სათაური არ აქვს. ჯერჯერობით არც სათაური აქვს, არც შიგნით შესვლა, ნუ ესენ ყველაფერი დასაყენებელია, მაგრამ პირველი ალბათ რაც შევამჩნიეთ, ეს არის მარცხენა მხარეს არ აქვს ასევე ნავიგაცია, ნუ ნავიგაციას შეუძლებელია აი აქ შესაძლებელიც ხდება სხვადასხვა ის გახსნა. ნუ ჩვენ მე შემიძლია იგივე ნავიგაცია გავაკეთო რა ჩვენ საიტზე ამ შემთხვევაში. მაგრამ საჭიროა CSS კოდის, მაგრამ საჭიროა CSS კოდის გაწერა. ნუ ეს მოდი დავწეროთ. ნუ აქ როგორც ხედავთ, მე აქ რაღაცები რო დავწერე კოდირების არის იმაში და დეფოლტად არის შუაში გასწორებული და შუაში მე არ მინდა რომ ნავიგაცია მოთავსდეს. ნავიგაცია მინდა მოთავსდეს აი აქ ზედა მხარეზე, როგორც აქ ხო. ამისათვის ავწევთ ვერტიკალური განყოფილება, მიწევთ ტოპი და აიწევა ზევით. ნავიგაციის კოდირება თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ თუნდაც იგივე GeoDLS-ზე. აი აქ არის რამოდენიმე ნავიგაციის ფორმა. ნუ იმდენი ამაგრეთად ეს კოდირება. უბრალოდ რამოდენიმე ძიების შემდეგ მას ვთქვა. ვერაფერი საინტერესოები პოინტი რომ მინდოდა თან CSS მოჩვენებია თქვენ. ამიტომ მე მაქვს მქონდა კომპიუტერში რამოდენიმე ფაილი, ნუ კოდები ესეთ რაღაცა რომელიც აუცილებლად მე შევინახოთ, იმიტომ რომ ის შემდეგაც გამოგვედგება, ამიტომ მქონდა რამოდენიმე ყოფილი დარჩება. ალბათ მოკლედ ეს არის მენიუს კოდი. კარგი, დავიწყოთ ასე, ნუ პირველ რიგში დავჭირდება რა თქმა უნდა მენიუს კოდი.
menus codes swamp აი აქ ანუ აქ ეს სადაც ვიჩვენებთ ეს ჩვენ უკვე ვაკეთებთ ახლა ახლა უნდა ის არის ნებად დაგებული და ფიზიკა უტილიზაცია ეს ნუ ამის შექმნა ახლა შეიძლება თავიდან გაკეთება მაგრამ დროს მოიწევს ამის რომ ხამ თქოში არა გვაქვს ნუ აქ CSS-ს დავწერთ მაშინ მე მაქვს სხვადასხვა ეპოქურას წარმოადგენს და შემდეგ ადვილი იყოს მასთან მუშაობა აი ესეთი ტიპის ნავიგაცია შეიქმნა ამ ეს კოდები თუ სურვილი იქნება შემიძლია დავაკოპირებდა როგორც დავწერთ თუ არა და შეიძლება ამოიცეროთ ამ შემდეგი კოდი ეს არის HTML-ის კოდი რომელსაც ვიყენებ და ეს არის CSS-ის კოდი რომელსაც ვიყენებ ეს ნიშნავს რომ მისი განმარტება მინდა და რომ ჩამომიწერა ტექსტი დაშორება და ანუ რას ყველა ტექსტი რას ნიშნავს შედეგი მივიღე ესეთი კარგი დავასრულებ და რა თქმა უნდა აისახა ჩვენზე ეხლა მას არ გააჩნია მორგება უნდა და მოვარგოთ ჩვენი უძღვების ემპლოის ყოველთვის იყო გამოგონებული და ვთქვათ მაგალითად საიტის ნავიგაცია აქ შეერთებაში რა ხდება ახლა მოდი მოკლედ რო განვიხილო ანუ გასწორება არის ცენტრში შემდეგ მიერთებულია კლასი აღებულია აი აქედან და მას აქვს ბექგრაუნდის ფერი, მას აქვს ფერი, მას აქვს ფონტი, გამუქებული, როგორც ხედავთ, მუქია. ასევე ტექსტის ფერი, თეთრია და ასე შემდეგ. და იგივე ხდება ქვევითაც. შემდეგ უკვე იწყება full menu, ეგეც სახელწოდებით ახალი CSS-ი, ეს არის full menu სახელწოდებით და იწყება მის სახებ ინფორმაცია ჩართოს სტილი მენუს, იგივე ეს კოდები უნდა ვიცოდეთ ზეპირად თამაში ეს. ზეპირად რა უბრალოდ უნდა კონდეს მაინც ჩამოწერების საქმე და შემდეგ უკვე ვიზუალურად რომელსაც ვეხები ეგ აისახება ეს ეხლა კოდირებებში რაც შეეხება მე აქ ვებგვერდებია მაგრამ ეს გვერდები მე ფიზიკურად გამაჩნია ამიტომ შეიძლება მათ ადგილზე უბრალოდ იეზით ჩავსვა რომ მე უკვე ვიცოდი რომ მე ლინკია და როდესაც ჩვენ გავაკეთებთ აუცილებლად სხვა გვერდებსაც, ნუ ამ შემთხვევაში არ გვჭირდება და იმიტომ მართლი. გავაკეთებთ სხვა გვერდებსაც, რომლებიც ლინკსაც აქ ჩავდებ. ბატონო სეივი. თავარ გვერდზე დაჭერისას გვერდი რა ხდება, იმიტომ რომ უკავშირდება index.html-ს როგორც გვერდი. კარგი, ნუ გვერდის მენუს დამატება მე ხდება შეიძლება მეორე რაღაცის დამატება, ნუ მაგალითად იყოს Facebook-ის გვერდი რომელიც გვაქვს აქ. იყო თუდად ასეთი შეიძლება developers setting facebook.com documentები და ეხლა ჩვენ მოდი like-ს დავამტკიცოთ უბრალოდ მოდი იყოს ჩვენი Facebook-ის მარკეტინგ შემთხვევაში ნუ თქვენ თუ გინდათ თქვენ დავამატოთ მაგალითად ჩვენი მენუს ზომა არის ვიცოდეთ 225 ესე
ეს ისიც ჩაჯდა რა. თორე დაპატარებებს შეიძლება ასკუთი გიგავა. ეგრე. მაგრამ ასე გააჩნია ახლა გვერდზე არ იმიტებებული არ მინდა ეგრე მინდა რომ შუაში იყოს. იმიტებებულია მარცხენა მხარეს, ხო და არ მინდა ეგრე რომ იყოს. მოდიცენ შუა. ასწორებული. მე ჩვენ თუ გვინდა რომ ეს რაღაც ტიპის ვიდეოში ჩადგეს, ის არ არის პრობლემა. გავასწორო ცენტრში და ამბობ დაგჭირდეს. ასე ვთქვათ, ადგილიც გავუკეთე. შემდეგი ასე ახლა შემდეგი ასე ვთქვათ, ამის დასამატებლად. შემიძლია გვერდი გადავწყვეტოთ და გამოვა ესეთი ტიპის აკვაქვს სიახლეები, აკვაქვს გვერდები, აკვაქვს ეს. ხოდი ამ ეტაპზე აკავშირდეთ და შემდეგ აკვეთებში განვიხილოთ უკვე კიდევ უფრო დავახვეწოთ და დავალაგოთ ჩვენი დიზაინი.